ესე იგი, ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ რა არის მეგობრებო, სახელმწიფო ანუ ეროვნული ინტერესები და თანამედროვე პოლიტიკაში მის შემოიტანა იგი და რას გულისხმობს. იყო ასეთი ადამიანი, მოგეხსენებათ ჰენრი კისინჯერი, რომელიც იყო ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი გეოპოლიტიკოსი და სტრატეგი ზბიგნევ ბჟეზინსკიდან ერთად, სხვა შორის მან აღმოაჩინა ზბიგნევ ბჟეზინსკი დავით როკფელერთან ერთად. ხო და ეს ჩვენი ამ ჰენრი კისინჯერმა დაწერა წიგნი ალბათ ფუნდამენტური საგარეო საქმეთა მუშაკებისთვის, რომელსაც ქვია დიპლომასი, ანუ დიპლომატია, სადაც იგი აღწერს აი იმას, ასე ვთქვათ, რიზონდეტაც, ესე ქვია რიზონდეტად ქვია, ანუ სახელმწიფო ინტერესები, იგი ამბობს In his book, Diplomacy, he introduces his readers to the amoral concept of raison d'etat. ნახეთ რა სამობს ჰენრი კისინჯერი თავის წიგნში დიპლომატია მკითხველს წარუდგენს ამორალურ კონცეფციას სახელმწიფოს ინტერესებისას and realpolitik და realpolitikis. The basis of both concepts, Kissinger explains, is that individual man can be judged negatively on moral grounds, but governments cannot. ანუ ბატონი კისინჯერი გვიხსნის, რომ ამ კონცეფციის მთავარი დამახასიათებლობა არის ის, რომ ინდივიდები, ანუ ადამიანები, მორალურ საწყისებზე შეგვიძლია განვსაჯოთ, მაგრამ სახელმწიფოები არა. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. ანუ მისი აზრით, კისინჯერის აზრით, ანუ ამერიკის აზრით, მოდი ასე ვთქვათ, ხო? ჩვენ შეგვიძლია ინდივიდები დავსაჯოთ რაღაცა მკვლელობისთვის, რაღაცა მორალური პასუხისმგებლობა დავაკისროთ, მაგრამ სახელმწიფოებს ეს არ ეხება, მეგობრებო, არ ეხება. ეს ნიშნავს, აი ეს კონცეფცია სახელმწიფო ანუ ეროვნული ინტერესები. იგი ამბობს, when it comes to government action, the only suitable judgment is based on whether or not the government achieves its ends. ანუ იგი ამბობს, ერთადერთი რითიც უნდა განვსაჯოთ სახელმწიფო, მისი ქცევა არა მორალია. არამედ არის ის, თუ რამდენად მიაღწია მან მიზანს. ვთქვით? და იგი ასე ვთქვათ, ამავე წიგნში დიპლომატიაში აღწერს, საიდან მოდის ეს კონცეფცია. ეს კონცეფცია არ მოუგონია ბატონ კისინჯერს. ეს მოიგონა ფრანგმა გენერალმა პროფესორ კარდინალმა დე რიშელიემ. კარდინალი რა, გენერალი იყო ეს კაცი, სამხედრო პირი იყო. ის ჯერი წერს, though privately religious, Richelieu viewed his duties as minister in entirely secular terms. ანუ თვითონ რიშელიუ მორწმუნე კაცი იყო, მაგრამ მის საქმიანობას, როგორც მინისტრის საქმიანობას, იგი უყურებდა სრულიად არელიგიურად, ანუ არარელიგიურად. Salvation might be his personal objective, but to Richelieu, the statesman, it was irrelevant. იგი ამბობს, მისი სხონება რიშელიესთვის იყო მისი პერსონალური, მისი პიროვნული გადაწყვეტილება, მისი პიროვნული არჩევანი, მაგრამ იგი როგორც მინისტრი და საზოგადო მოღვაწე აბსოლუტურად არ იგივე კრიტერიუმებს არ იყენებდა მის საქმიანობაში. ანუ სამსახურეობრივ სახელმწიფო საქმიანობაში იგი სხონების ნაწილს არ ურევდაო. ნახე, მორალი არ იყო მისთვისო. Man is immortal, his salvation is hereafter. ანუ კაცი უკვდავია და მისი ცხონება შესაძლებელია, ხო? ანუ მოცემულობა. The state has no immortality, its salvation is now or never. იგი ამბობდა, რომ ხოლო სახელმწიფო არ არის უკვდავი კაცისგან განსხვავებით, ამიტომ მისი ცხონება, ანუ გადარჩენა არის ეხლა ან აქ, ან არასდროს. In other words, states do not receive credit in any world for doing what is right. They are only rewarded for being strong enough to do what is necessary. ანუ გვიმარტავს ბატონი კისინჯერი და ამბობს,
რომ სახელმწიფოები არ იღებენ ბენეფიტებს მორალურ ქმედებებში. ისინი იღებენ ბენეფიტებს იმაში თუ რამდენად ძლიერები არიან. ანუ მხოლოდ ძალა განსაზღვრავს მორალს სახელმწიფო შორის ურთიერთობაში. As King's first minister, Richelieu subsumed both religious and morality to raison d'etat, his guiding light. ანუ მისთვისო, ბატონი რიშელიესთვისო, რელიგია და მორალურობა იყო აბსოლუტურად აცილებული და გამომცალკევებული და განყოფილი სახელმწიფო ინტერესებისგან. Richelieu was indeed the manipulator described and did use religion as a tool of manipulation. He would no doubt have replied that he had merely analyzed the world as it was, much as Machiavelli did. Like Machiavelli, he might well have preferred a world of more refined moral sensibility, but he was convinced that history would judge his statesmanship by how well he had used the conditions and the factors was given to work with. ანუ რიშელიე იყენებდაო რელიგიურ ასპექტებს იმისთვის რომ ემართაო რაღაცა ხო манипуляция მოეხდინა მასებისო, მაგრამ მას როგორც მაკიაველისო ერჩივნაო რომ ისტორიას განესაჯა იგი და მისი ქმედებები და არა ღმერთს ან მორალს. ანუ მაკიაველის პრინციპი რომ ისტორია განსჯის და ასე შემდეგ, ანუ როგორც მაკიაველიო, რიშელიეც სწორედ სახელმწიფო ინტერესების ამცნებიდან ამოდიოდა, რომ ამორალური სახელმწიფო შეუძლია იყოს ამორალური ასე ვთქვათ პიროვნული კუთხით, ანუ აი მე როდესაც რაღაცას არ გაუკეთებ ჩემს მეგობარს, იმიტომ რომ ჩემი მეგობარია, ეს არ მუშაობს სახელმწიფო ინტერესებს. სახელმწიფო ინტერესებში მეგობრები არ არსებობენ. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის დროს არსებობს, ნახეთ, როგორც იგი ამბობს თავიდან ამავე გვერდზე, State do not receive credit in any world for doing what is right. სახელმწიფო ვერ მიიღებს ვერანაირ სარგებელს მორალური ქცევისგან. They are only rewarded for being strong enough to do what is necessary. იგი მხოლოდ მაშინ მიიღებს სარგებელს, თუ იქნება საკმარისად ძლიერი, რომ გააკეთოს ის, რაც საჭიროა. აი, მთელი მორალი სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის და ასე მოქმედებს ყველა სახელმწიფო. აბსოლუტურად ჭკვიანი სახელმწიფო. ამიტომაა, რომ ხალხი გარტყმაში არ არის პოლიტიკის და მასენი უყურებენ როგორც ყოველდღიურ ცხოვრებას, მორალურად, ამორალურად და ასე შემდეგ. ეს არ მუშაობს. მათემატიკური მაწყობს, არ მაწყობს. მაწყობს დავხოცავ, არ მაწყობს, არ დავხოცავ. აი ეს არის ეროვნული ინტერესი, ამორალური მოქმედება. რა ხარ ხო უყურებთ ხო სირიაში რა ხდებოდა? ყველგან ეს არის ხალხო. ამიტომ ასე უყურებენ. მე განა მივესალმები ამას. მე ამას არ მივესალმები. ეს არის საშინელება, მაგრამ ასე უყურებს ამერიკა სამყაროს. აი ამერიკა, რომელსაც ეტრფიან, ესე უყურებს სამყაროს.